დღე მშვიდობისა მეგობრებო, რასობით როგორ ახართ? ხო ხართ კარგად? დღეს არის ორშაბათი დღე. 12 საკლია. 4 წუთი აკლია 12-ს მეგობრებო. ამდენი ხანი არ გადამიღია არაფერი, მღვიძავს. დღეს ადრე გავიღვიძე, 10 იყო რომ გავიღვიძე, იმიტომ რომ პირველ საათზე მივდივართ რომ გავიხვიდო ყური, როგორც გითხარით გუშინდელ ვიდეოში. აქ უნდა გავიხვიდო ყური და ამიტომ ადრე გავიღვიძე. და ვუყურე ერთ ფილმს წუხელი ვუყურე, ერთ ფილმს ახლა ვუყურე. და ორი ძალიან კაი ფილმით მოვედი. უпростურად ერთი უმაგრესი ფილმით მოვედი, მეგობრებო. და უნდა გაგიზიაროთ ეს ფილმი. პირველი დავიწყოთ საშიში ფილმით, 2026 წლიანი ფილმი არის, საშიშია. საშიში ჟანრის ფილმია. ფილმს ქვია მგზავრი. ეს ფილმია 2026 წლიანია. ბევრი მგზავრი შეიძლება მოაგდოს სათაურით ფილმი, მაგრამ 2026 წლიანი იპოვეთ. ფილმი რაზეა, შეყვარებულები არიან და ამ ბიჭს უყვარს მოგზაურობა, აქვს ფურგონი, უბრალოდ მარშრუტკა ყავს, რომელიც სახლივით აქვს მოწყობილი და მოგზაურობენ სხვადასხვა ქალაქებში და ერთ-ერთი მოგზაურობის დროს წააწყდებიან ავარიას. ანუ ჩაულის გვერდზე ჩქარამოსარული მანქანა და მაგათ წინ შეეჯახება რაღაცას და ამას დაინახავენ ესენი, არ გააჩერებენ, უბრალოდ არ გააგრძელებენ გზას, გააჩერებენ, ეცდებიან დაეხმარონ ამ მანქანის მძღოლს, მაგრამ ამაოდ. და ზუსტად მანდ არის შინაარსი ფილმის, რომ არ უნდა გაეჩერებინათ, რადგან გააჩერეს, ეს რაღაცა საშინელება უკვე ნადირობს ამ წყვილზე და მოკლედ ბევრი საინტერესო და საშიში რაღაც ემართებათ ფილმის მსვლელობის დროს ამ ცოლ ქმარს, შეყვარებულებს. და ძალიან კაი ფილმია, თან ისეთი დასაწყისი აქვს ფილმი დაწყებიდან დასასრულამდე არის ძალიან საინტერესო, აი დაწყების წამიდან თვალს რო ვერ მოწყვიტავ, ისეთი დასაწყისი აქვს და საშიში ჟანრები, ვისაც გიყვართ მეგობრებო, კაკრას სათქვენოა დაუწერდი 10-დან 8-ს. 10-დან 8-ს დაუწერდი. ხოლო რაც შეეხება მეორე ფილმს, ეს ფილმია მეგობრებო რაღაცა საოცრება. ვიტირე ვარ, ამ წამს გავთიშე, დავაპაუზე, იმიტომ რომ დრო აღარა მაქვს რომ ვუყურო და გავაგრძელო ყურება. ესე იგი, იმ ფილმს ეხლა რაც გითხარი გზავრი, მაგას წუხელი ვუყურე დაძინებამდე და თანდე ვიცინე რომ გავთიშე და ეს ფილმი ვიპოვე დღეს, ანუ დილას რო გავიღვიძე, TikTok-ი ავსკროლე და მონაკვეთი შეხვდა ამ ფილმისას, რომელიც უნდა გითხრათ ეხლა მე თქვენ. ისე ვეწოდა მონაკვეთი, რომ ჩავრთე, ფილმი არის ძალიან დიდი, 2 საათი და 45 წუთიანი არის ფილმი, საცხა 10-11 წუთებზე ჩავრთე და ახლა გავთიშე, უკვე 12 საათი ხდება, იმიტომ რომ დრო აღარა მაქვს და მოკლედ 1 საათი და 20 წუთი დამჩა საყურებელი, ანუ და პირველზე მივდივარ ეკასთან დავიყო პირველზე და ამიტომ დავაპაუზე სამწუხაროდ საერთოდ დაპაუზება. მოკლედ ეს მეორე ფილმი არის მეგობრებო, რაცხა სასწაული. ძალიან გთხოვთ, ვისაც არ გაქვთ ნახურები, უყურეთ, ძალიან კარგი ფილმია. ეს არ არის არც საშიში, არც დეტექტივი, არც კრიმინალი, არც მძაფრ სიუჟეტიანი, ეს არის მეგობრებო დრამა. სასწაული ფილმი არის, ანუ მთავარი გმირი არის მეგობრებო ჰანი რა, ბიჭი, ახალგაზრდა ბიჭი არის მთავარ როლში, რომელიც მეგობრებო აქ ჩავიწერე რომ არ დავავიწყდეს, ანუ მთავარ როლში არის ჰანი, ბიჭი, რომელსაც მეგობრებო ასპერგერის სინდრომი აქვს. ასპერგერის სინდრომით არის მეგობრებო დაბადებული ეს ბიჭი, ყავს ძმა ამ ბიჭს. ეს არის უმცროსი, მთავარ როლში ვინც არის ჰანი, რომელიც ამ ასპერგერის სინდრომით არის დაავადებული და ყავს ძმა, მეგობრებო, უმცროსი ძმა.
დაიზრდება ინდუეთში და შემდეგ მისი უმცროსი ძმა წავა ამერიკაში საცხოვრებლად. ეს ჰანი დარჩება დედასთან ერთად. დედა მალე გარდაეცვლება, მეგობრებო, და გადავა თვითონ ეს ჰანიც გადავა საცხოვრებლად ამერიკაში. არის ძალიან ჭკვიანი ბიჭი და იქ გაიცნობს გოგოს, რომელიც შეუყვარდება. ეს გოგო არის ძალიან მხიარული, ძალიან პოზიტიური. მთელი ფილმის განმავლობაში ეს გოგო იღიმის რაღაც მომენტამდე. ეს გოგო არის გაქორწინებული მეგობრებო და ყავს შვილი და შეუყვარდება ჰანს ეს ადამიანი, ეს გოგო, მაგრამ მისი ძმა უარზია, ესო ამას ცოლად თუ მოიყვან მე დამკარგავო, იმიტომ ისო ინდუსი არისო და ჩვენო მუსლიმები ვართო, თუ სწორად მახსოვს, ასე უთხრა. მაგრამ მაინც მოიყვანს ჰანი ცოლად ამ გოგოს, მაგრამ სანამ ცოლად მოიყვანს, მანამდე ეს გოგო არ თახდება. მოკლედ უყურეთ, მეგობრებო, მთელი ფილმის მსვლელობის დროს ეს ჰანი მთავარ როლში ვინ არის? მე ვარ ჰანი, ასე ქვია ფილმს. მთავარ როლში ვინც არის? ეს ბიჭი მთელი 2 საათი და 50 წუთიანი ფილმია. მთელი ფილმის მსვლელობის დროს, მთელი ფილმის განმავლობაში ცდილობს შეხვდეს პრეზიდენტს და პრეზიდენტს უთხრას, რომ მე ვარ ჰანი და არ ვარ ტერორისტი. ეს სიტყვები უნდა უთხრას პრეზიდენტს და ეს სიტყვები რატო უნდა უთხრას პრეზიდენტს? თავიდან ვერ გეიგებთ, სადღაც საათი და 30 წუთი რო უყურებთ, დაახლოებით მაგის მერე გაიგებთ, რატო ცდილობს რომ პრეზიდენტს შეხვდეს ჰანი და უთხრას, რომ არ არის ტერორისტი. უმაგრესი ფილმია. თან ერთი მომენტი არის, ანუ მაგ ფილმში ამოვიწერე ფილმის მსვლელობის დროს მე იწყება ომი იწყება, მეგობრებო, ანუ ეს მუსლიმანები ტერორისტები, ანუ ტერორისტი მუსლიმანები აფეთქებენ ყველაფერს და თვითონ ეგ ის მუსლიმანია ეს გოგო, ვინც ხა უყვარდება, არა მუსლიმანის ბიჭი არის და ეს გოგო რო უყვარდება, ამას ხო შვილი ყავს კიდე. ხო და მოკლედ ომი რო იწყება, მერე უკვე ამ გოგოს შვილს ამცირებენ სკოლაში, რომ შენ მუსლიმანი ხარ, შენი სახარ და მოკლედ ამცირებენ რა ამ ბავშვს, ამ გოგოს ბავშვს, ამ ხანის ცოლის ბავშვს და იქ ერთი მომენტია, მეგობრებო, ასევე ამცირებენ ამ ჰანის ძმასაც, ძმის ცოლსაც, იმიტომ რომ ამ ჰანის ძმასაც ცოლი ყავს, მეგობრებო, და მას თავშარს ატარებს ეს ქალი და ეს ფსიქოლოგია და რო გამოდის სამსახური და უკრიდან ვიღაც ეპარება და აქცევს, ძირს აქცევს, ხელს კრავს და უნება რომ წადი ჩემი ქვეყნიდანო რა და სახში რომ მივა ეს გოგო, ეს ჰანის ძმა ეუბნება ესეთ სიტყვებს, რომ ნუ რაღაცებს ეუბნება ეს გოგო ტირის და ეს ბიჭი ეუბნება, რომ მოიხსენიო რა, ეს ჩადრიო, ნუ ატარებო ამ ჩადრსო, ღმერთი გაგიგებსო, რომ მოიხსნაო და ეს ხალხი კი ვერასდროს ვერ გაგიგებსო და ეს თან ეს ახლა ისე კი არ ეუბნება, აი ისე გულიანად ეუბნება, მეგობრებო, იმდენი ვიტირებ პროსტა. კიდე ის არის, რა ქვია, ეს ჰანის დედა სანამ გარდაიცვლება, ჰანს ასწავლის, რომ ადამიანების დაყოფა არ შეიძლება მუსლიმანებად, ქრისტიანებადო, ადამიანების მხოლოდ 2 კატეგორია არსებობსო. ადამიანები, რომლებიც კაი საქმეს აკეთებენო და ადამიანები, რომლებიც ცუდ საქმეს აკეთებენო. კეთილი ხალხი და ბოროტი ხალხიო და აი ძალიან მაგარი ფილმია, მეგობრებო, უყურეთ, მე ბოლომდე ჯერ არ ვიყურებია, საათი და 20 წუთი დამჭა დაახლოებით საყურებლად კიდე იმ მომენტზე ვარ უკვე რომ გავიგე, რომ რატო ცდილობს ეს ჰანი რომ შეხვდეს პრეზიდენტს და უთხრას ეს სიტყვები. აი ეს გოგო ჰანის ცოლი, ანუ აი უპოზიტიურესი და სულ პოზიტივი და სულ ცინის და სულ ესეთი ნათელი გოგოა და ეს გოგო რატო იცვლის სახეს და რატო ხდება სერიოზული და სევდიანი, ამას გაიგებთ და აქვე უმძიმესი მომენტი იყო ის, რომ ეს გოგო
იმ ამბის შემდეგ, რასაც გადეიტანს ფილმის მსვლელობის დროს და დაკარგავს ერთ-ერთ ადამიანს, მეგობრებო, ამ ჰანს ტკენს ძალიან გულს და ჰანს ადანაშაულებს ამ ყველაფერში, რომ შენ რო ცოლად არ გამოყოლოდიო, შენი გვარი რომ მეო არ მიმეღოვო, ეს ყველაფერი არ მოხდებოდაო, რაც მოხდაო და აგდებს სახლიდან და ეუბნება ერთ სიტყვებს და სანამ ამ სიტყვებს არ შეასრულებო, მანამდეო უკან არ დაბრუნდეო. ხო, მეც ვერაფერს ვერ გეტყვით, რომ აღარ დაგასპოილეროთ. და ძალიან გთხოვთ, ვისაც არ გაქვთ ნაყურები, აუცილებლად უყურეთ ამ ფილმს და კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, მეგობრებო, ამ ფილმის სახელს. ეს ფილმი არის, მეგობრებო, მე ვარ ჰანი. ხალი, ჰანი. აი ეს ფილმია, კიდევ ერთხელ განახებთ. 2010 წლიანია. და ეს არის რაღაცა, აი, ძალიან მაგარი ფილმია. და ვისაც არ გაქვთ ნაყურები, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ აუცილებლად, მეგობრებო, აუცილებლად უყურეთ და ერთი სული მაქვს მოვალ სახში, რომ დავასრულო ეს ფილმი ბოლომდე, ვუყურო ამ ფილმს ბოლომდე და გავიგო საბოლოო ჯამში მოახერხებს თუ არა ჰანი, რომ შეხვდეს ამერიკის პრეზიდენტს და ამერიკის პრეზიდენტს უთხრას, რომ მე ვარ ჰანი და არ ვარ ტერორისტი. და მე მჭირდა რომ შეხვდება, ანუ ხო. და ბოლომდე რომ დავასრულებ ყურებას, მე ერთი-ორ სიტყვას კიდე გეტყვით, მეგობრებო, ამ ეტაპზე რამდენიც ვუყურე. და აი ამის 2 საათი და 50 წუთიანი ფილმი, ანუ ფაქტობრივად 3 საათიანი ფილმია, მაგრამ აი დაწყების წამიდან თვალს ვერ მოწყვიტავთ და დაწყების წამიდან აი თვალებიდან ცრემლები არ შეგაშრებათ, მეგობრებო, ბედნიერების ცრემლებიც არ შეგაშრებათ, ანუ სასიხარულო ცრემლებიც და ასევე რა თქმა უნდა სევდიანი ცრემლებიც არ დაგაკლდებათ ამ ფილმის ყურების დროს. მე არ მიყვარს ესეთი დრამები და რაღაცები, მაგრამ აუცილებლად უყურეთ, მეგობრებო. ამაზე კაის ვერაფერს ვერ ნახავთ. ცხოვრებისეული ფილმია და აი არ ვიცი რა, თავისუფალი დრო რო ფიქრობ, როგორ გავატარო დღე ან რაღაცა, აუცილებლად ჩაუჭექი ისეთი ფილმი, რომ მთელი დღე რო გაგყობა და მთელი დღე რო იფიქრებ და მთელი დღე რო ემოციებში იქნები, ისეთი სასწაული ფილმია ეს მეორე ფილმი. და ის რაც გითხარით, მგზავრი, ეს უკვე მაგ უკვე საშიში ფილმი არის, მაგრამ საშიშია, ის თავისი ჟანრი აქვს და ის თავისი ძალიან კაია, ეს კიდე ეს არის რაღაცა სასწაული, მეგობრებო რა. ნახეთ აუცილებლად. ახლა კიდე ჩავიცვევ, უკვე დაიწყო პირველი საათი 9 წუთია პირველის, მეგობრებო. ჩავიცვევ და წავედით, გავიხვიდოთ ყური. ზღვის გოჭებს და სასუდას საჭმელი ვუყიდო, გაელევათ. და რა ვიცი, თავი თუ მექნა გორგიაში შევიდეთ და ჩემოდანი ვიყიდოთ, იმიტომ რომ რამოდენიმე დღეში, როგორც ვიცით, სხვაზე მივდივართ, მეგობრებო, ბათუმში და ერთი სული მაქვს, როდის მოვალ სახში, რომ ვუყურო ამ ფილმს და დავასრულო. ერთი სული მაქვს და მოგლეთ, მე გიშევ და მე აღარ გამაგრძელოთ, მე აღარ მიყუროთ ამ ვიდეოს, აღარ უყუროთ ბოლომდე, გამთიშეთ ახლა, დამაპაუზეთ და მე ჩართეთ ეს ვლოგი და მე უყურეთ, გადადით Google-ში და აუცილებლად უყურეთ მე ვარ ჰანი. მე ვარ ჰანი და არ ვარ ტერორისტი. რატომ ცდილობს მთელი ფილმის განმავლობაში, რომ ეს ადამიანი შეხვდეს პრეზიდენტს 2010 წლიანია და რა ვიცი, მეგობრებო, ასეთ სიყვარულს გისურვებთ ყველას. რა სიყვარულიც ჰანს გულში აქვს. ასეთ სიყვარულს გისურვებთ აუცილებლად ყველას თქვენს და მეც ვინც კაები ვართ, მეგობრებო. და გთხოვთ პროსტა უყურეთ. და თუ არ მოგეწონებათ, აი რა ვიცი, დამბლოკეთ მე რაც კიდათ მიქენით ხმას არ ამევიღეთ, მეგობრებო. გემოვნებაზე არ დაობენ უნდა თქვამია, მაგრამ ეს ისეთი ფილმია, გემოვნებაზე დაობენ
და მე ერთი ადამიანი ვერ წარმომიდგენია, რომელიც იტყვის, რომ ეს ფილმი არ მოეწონა, ესეთ ფილმია. Აი თუ არსებობთ ასეთი ადამიანი, ვინმე რომ უყურეთ და არ მოგეწონათ, გეხვეწებით, შემეხმიანეთ მესენჯერში და დამისაბუთეთ, რატო არ მოგწონთ. მაგრამ ასეთი ადამიანი არ აი მე მჯერა, რომ თელს სამყაროში ასეთი ადამიანი არ მოიძებნება, რომელიც ამ ფილმზე იტყვის, რომ არის ვარგა. არის ვარგა. და ვინმე თუ იტყვის, რა ვიცი, მაო უკეთესი შენ გადეიღე შენი ანუ არ მინდა ეხა ვიგინვან. აი უმაგრესი ფილმია. უმაგრესი და აუცილებლად გადიშეთ ეხა ჩემი ვიდეო და უყურეთ და ვისაც გაქვთ ნაყურები დაალაიქეთ ეს ვიდეო. დაალაიქეთ, რომ ბევრი ლაიქი გქონდეს. რომ ბევრი მეთანხმებით, რომ უმაგრესი ფილმია, უმაგრესი. ამას თორზეც გადავაზიარებ ეიფებს და ნახეთ აუცილებლად ყველა მეგობრებო და იმ ადამიანს მადლობა ძალიან დიდი, ვინც ამ ფილმის დასაწყისის მონაკვეთი TikTok-ზე დადო, იმიტომ რომ TikTok-ზე ვიპოვნე მე ეს ფილმი და დასაწყისი იმდენად მომეწონა და მიმიზიდა, რომ ჩავრთე. აი ესე ფილმა თუ არ მიმიზიდა, ვერ ვუყურებ. მასე რამდენი ფილმი ჩამივერთია, არ მიმიზიდა და გავთიში, ანუ ძალიან ბევრი ფილმი მასე და აი ეს ისეთია, რომ მიგიზიდავს კი რა, ჯერ ჩართული არა გაქვს, რომ მიგაკრობს ტელეფონზე სრულად სიტყვებით. ჩემს სიტყვებზე 100%-ით ვაგებ პასუხს. რაც ვთქვი? მეგობრებო, დღეს ასე ჭყიალებში ვარ. ეკას მივწერე, პირველზე ხო არ ჩაწერილი და მეთქი მივწერე. ხო არაფერი შეცვლია მეთქი ეკა. მომივიდე პირველზე თქვა და კი ოკეი, მოდი პირველზეო, წარბი მყავსო, ჩაწერილიო. ხო და შემოსვლამდე მოვასწრებო და თუ ვერ მოვასწარიო, უცებ ვიზამო რა. ვერულებინი არ დაგჭირდებაო და თავი დავიფიქრე, მეთქი წარბი დაფერვად ხო და დაფერვას ხო ცოტა დრო ჭირდება და არა ისაო რა ქვია, წარბის გახვრეტა უნდაო. ხო და მაგერა პრობლემა ხალხ მაგუიცებ არის, რომც მივიდე და არ კონდეს გახვრეტილი, მაინც მალე გახვრეტავს. ამ თესას მე შეღირავალი ფეხები მაქვს. მალე გახვრეტავს. ამ წევიდეთ მეგობრებო, გარემ ანუ დიდი ლოდენის არ მომიწევს ვფიქრობ, დაჟე მოავასწრებს პირველ საათამდე ეკა მოასწრებს, რა უნდა წარბის გახვრეტავს ხალა. ხო და ვაი მე რო ყურს ვხვიტავდე და წარბს ვხვიტავდე. წარბი რომ მეტკინა, ისე თუ მეტკინა ყური, მაშინ არ ნერვიულობ, იმიტომ რომ წარბი დიდად ამდგენია, უფრო ტუჩი და ჭიპი მეტკინა და რა ვიცი, ცოტა გული კი მიფრიალებს, მაგრამ ქალო ტუჩი გევიხვიდე და ჭიპი გევიხვიდე არ მომკვდარვარდა. ამის დედავატი, ამაზე დედას ვუტირებ. ხო და თეკლა მომყვება, თეკლამ გაიღვიზა, თეკლას წავიყვან ნახევარია უკვე პირველის და გევეშუროთ ახლა ჩვენ ნელ-ნელა. გუშინ ენერგეტიკული არ დამილებია, მაგრამ დღეს დოპინგის დღე გაქვს. ამაზე ვინმე შეიძლება გაგიცდეთ კითხვას, სად იყიდეო და ეს ჭყიალებიანი ბოდე, კი არა და რაც არის მალე ნიუსთან შევიყიდე მეგობრებო, ამას თავისი ზედაც მოყვა, მაგრამ ის ზედას არ ვიცნე. აი ესე მირჩენია რომ იყოს, აი ეს შინ თემის ზედამაცვია, გუშინ ამაზე ის მეორე ბადე მეცვა, მე ისა განახო. ეს ბადე მეცვა გუშინ მეგობრებო. ეს ბადე, მაგრამ დღეს ჭყიალებიანი ბადე ვარჩი. ეს მაჩუქეს, ეს არ ვიცი სად ვიყიდე, მე მაჩუქეს ეგი. ხო და აი ეს ნიუსთაში ვიყიდე 3.35 ლარი მერც მგონ. აუ წვიმადე იყო. ფეხებზე გედია, ცოტა თქვერდი იყო. მოკლედ წევედით, ეხლა ნახევარი არის უკვე როგორც ხარ. საფულე თეკლა მომყვება. საფულე მანქანის გასაღები. ბევრი არა მაგალითად მაგსაკება საწმელი მაგსაკედის ზაზუნების საწმელი ვაფშე აღარ არის და აი ეს არის გოჭების საწმელი ამაში და ამ გოჭების საწმელს ვაწმევ იმასაც ზაზუნებსაც, იმიტომ რომ ის მითხრა რომ ზაზუნებისთვისაც შეიძლებაო მაშინ ხო და ჩოვუყრი ამას ჩოვუყრი მეგობრებო ამ გოჭებს ჩოვუყრი საწმელს და თეკლო შეიცვიფე და გავსხურე და საწმელს ვიყიდი გოჭებს სალკე ვუყიდი ახლა და იმგეს სალკე ჰაუ რა მითიშულებს ძინავს ზაზუნებს განახეთე ჩაუყარი საწმელი ჭიბი აგერ არიან და იმაში ხეფერ ძინავს სადა თავიდანვე ვიგეიგებ ეგერ აქ თავი ნახე რა ძინავს და ამასაც არ იმას ძინავს მაგრამ
ასე რუძივარ ხოლმე ხანდახან გალიას ვაფართხალებ ხოლმე მეშინია ხო არ მოგდენ არა ახლა არ გავაფართხალებ არა და ის მოგდენ ჯვარი ეწეროთ ერთმანეთს ფარს ხო და სათვალის ვიყიდოთ ყურს რო გევიხვიდავ მე ჩვენ ამის სათვალება მეგობრებო გული მიფრიარებს ყური გევიხვიდოთ და მე ჩემოდანზე თუ რაღაცა წავიდეთ აქანა დღეს ორშაბათი ადგილი დამხვდება მაგას გასაჩერებელი ავიცი მოკლედ წავედით თეკუნა დუხი დაისხი შენი დუხი სიგარეტი საბა მალე მოვალ და მე მეგობრებო რომ მოვალ სახში სამივე უნდა წევიყვანო თურქულ მაღაზიაში გუშინ უნდა მეყიდა გუშინ უნდა მეყიდა მეგობრებო მაგრამ გუშინ არ ვიყავი ხასიათზე და არ გევიყვანე ესენი არსად და დღეს თურქულში უნდა შევიყვანო იმ ადამიანის სახელზე უნდა ვუყიდო სათამაშოები მე რა უნდა ვუყიდო თვითონ არჩევთ რაც უნდათ ანუ 1500 ლერო დამირიცხა ერთმა გოგომ მე ხომ მოგიყევით მაგრამ სასკოლო ბავშვებისთვის დამირიცხა სასკოლოდ მოამზადე ბავშვებიო ხო და ის მაშინ მაგ გოგოს იმ დღეს ვუთხარი მე რომ ის არა ქვია მას რაღაცა სათამაშოები მოდი თეკლე გარიყო კაი დასმული რაღაცა სათამაშოები უნდა თქვი ბავშვებს თქვა ხო და მაგასაც ვიყიდი თქვა და ოკეიო ასე მითხრა ხო და გუშინ ვეღარ მოვახერხე და გუშინა 400-ზე ვიყავ ძალიან და დღეს ახლა რომ მოვალ სახში მე გივიყვანოთ სამივე და არჩევენ რაც უნდა სავარაუდოდ ის რაღაცა რა ქვია გოგო დაფლინები და რაღაცეები უნდათ სქვიშები და რაღაცეები ერთი 100 ლექს დამატოვებები ნახ მაღაზიაში ხო მოკაც მაგის მომიგოდი წავედით საბა და მოდი კარი გადაკეთე და უცებ მოვალ მე უთაცხა და გარეთ იქნება ცოტა სიგრილე იყოსათ მინდილად ვერ ჩართე თუ ცხელად მე უცებ მოვალ შენ თავს ყურს გავიხვი და ვწაცან და მოვალ რასა იღებს ისოცლარიანი იგირვა ხო არ დევეცე ფეიხოს საცხა უნდა ბიზი და მალე მოვალ და ლუკას გიზილავს შენ ჭკენათ იყავ წავედით გამოვე სიგრელია ეს და მაღაზიაში შევიდეთ ერთი წუთი მანქანას დავქოქავ ესე დავქოქავ თან აბე გაიღე მე მგონი მარცხენა ფეხში ავდექ არა ჯვარი მეწრუდი ხა ის მარცხენას შემეშალა ქალო გაღებს მაგრამ დაჭერას იმას კეტავდი კიდე მანქანა всё წავედით ანძებ ჩამოვძიოთ ასე შეშადე მიდი უცებ მე იმასე ვიღებ წვენს ჩემთვის გუშინ არ დამილებ დღეს დავლე შენ წვენი ხო არ გინდა აბა რა ვიცი აიღე დრო რამე ვიყიდე ამან ესე იყო ეს რა თუნდა რა ვიცი მე დაფრინავი ფრინავი ხოლანდებით დადიან всё წევედით ახლა მეგობრებო აი მეკეთა აუ სანთებელის სამოხება დამავით არა აგერა გადავრჩი წავედით ახლა მეგობრებო და თუ დალოდება დამჭირდება დაველოდები გავხსნათ საათი რომელიანი თექ არ წამოგიჟია ხო ტელეფონი ნახევარი 8 ვეჭველი ვიცი და всё გეფიცები აი რომ რულს რო გადავატრიალებ და გასვლას რო დავაპირებ აი მაშინ მოდის მთელი იგი რა ქვია სამანქანეთი და მე რულს რო იმას ვიზავ
როწავენ მე ვსე. დამითმა ხა იმან ჩემადლას შევიდა და მაგრამ დამით. ჩაო, წევედით. That's a transformation. And as the sea shredder, it's a turnover. Well, I'm big. Mama was like a open arteria cartouche. Sushi to doctrine of the subsware fashion. It's Saris Bedistera, shake me with our sushi. It helped to sell the beliefs. That's a transformation. ამ სვეტაფორს გადავალთ და ჩამოვედი. გათიშ. მოვედი მეგობრებო, 14 წუთი აკლია პირველს, ასე ადრე მოვედი და რაღაც 14 წუთით ადრე მოვედი. ამ 14 წუთს მეგობრებო, გავატარებ მანქანაში ვიждები აგრე. ხო თეგლა? ვიდეთ ცოტა ხანი. ვაიმე მთელ ჩაყოლებაზე მანქანები აყენია, დაპარკირებულია და ძლივს ვიპოვნი ადგილი და გავაჩერე. მალე ჩამოვედი რა მეჩხარებოდა. აქვე არის სალონი, მთელი ჩაყოლება მიდოდა და არის აპირება და ძმით შემოვიდი აქ. აი ნაგუშიმასთან მივაყენე გვერდს. ჩემი თეკლა გოგოაგება. ხოლო დამოვედები ახ 14 წუთი და ზუსტად პირველზე დავადგები ეკას თავზე. ვაი დედა დედიკო რა ფერმეშია. მარა თეკლა შენ არ გიხრიდა? რატო გეიხრიდე ზევით? მარტ შენ თასო თუ მეტყვით, თუ არ გაგიხრიდო უნდა მსოვიყო. მართლა? თოფით. თოფით არა, მახათით უნდა გახრიდოს. მე თოფით. ნემსის და? გეიხრიდე, მართლა არ გინდა? ჩემ თავს გაფიცებ. მე სადაც გეიხრიდა, ვის ადგილი გეიხრიდე? თუ გაგიხრიდე, მაგრამ რატო არ გოუხრიდოს? კაცო რა წლისა? მართლა გეიხრიდე. თოფით მინდა მე. თოფი არ არის ეხლა და. ხო იცი იგი რა ქვია? მე რაც მეტკინება ისე მიჯერ მიყურე მე და თუ რაღაცა გიხრიდე, კაი? ხო. მე სკოლა? მე სკოლა რა, მე რაღაც სკოლა, რა შე სკოლა. სკოლა საყურეს რა შუაშია. ჩემი დრო კი არ არის, რო გვიშლიდნენ სკოლაში საყურებიცი არის და იმას რო იმაშობოდნენ, რა ქვია. ყური რა ქვია, ცოცხის ღერებს ვირჭობდით ყურებში, ბავშვობაში. აი ესე მიდიოდი სკოლაში. მოკლედ თეკლა დამაკვირდება და თუ უნდა გეიხრდოს არა პრობლემა, ხო? აი, მოუხდება და მაგითა, მოგიხდება მართლა. თა რო გეძე მე უფრო გამოგადგებობ დიდი გოგო რა იქნება. მე ერთად მოუმაროთ მე. ეს მეგობრებო, მე მგონი თეკლა დავითანხმი ასე ექსპრომტად გიფიცები, არც მიფიქრია რამე. და რავი, ეკა თუ გოუხრდავს და დარწმუნებული ვარ გოუხრდავს, რატო არ გოუხრდავს? კაცო, ბოშ დიდია უკვე 8 წლის არის. ხო 8 წლის არის ხა იმ დღეს რა ვიცი ყურს რო გოუხრდე თოფით გოუხრდა იმან და თოფი უნდა ამას იმიტომ თოფი არისო რო იტირე მაინც მე მახსოვს ცრემლები რო წამოგივიდა ღვარაღვარა რა ფერტიროდა იცი მაშინ ვიღებდი კიდეც სულ ღვარაღვარად მოდიოდა ცრემლები მაგრამ არ იმჩნევდა წყალებით მოდიოდა ცრემლები და იცინოდა ასე იყო ჩემი ცხოვრება არის ხო და ახლა დედიკოს შეხედავს და აი დედას ვქიცავ ძალიან მაგრამ მოუხდება მეგობრებო ყურის აქ აი ძალიან მაგრამ მოუხდება და რო შეგიხორცდება მე რა ესე მრგვალი საყურები როა ხო იცი იმას დაგკიდებ აქან ამაში ძალიან ლამაზი იქნება შენ გასვიცა თან ამას სულ აწეულთმა უნდა გაშლითმა არ უყავს კიდაც და სულ გამოჩენილი იქნება მოკლედ დამაკვირდება ახლა თეკლა მე და თუ რაღაცა გეიხრიდავს ყურებს ხო ყურებს არა ყურს და მე დიდი გოგო რო გეიზდება
მე ცხვირის გახვიტა უნდა, ხო? არ გინდა? ცხვირი. თეკლას ყოხტა ცხვირი აქვს და მე დედა ცხვირს გაუხვიტავს. ეგ არ ვიცი რომელი წლიდან არის 18-15 წლიდან, ხო? მე ცხვირს გაუხვიტავს დედა. წარბი გინდა? ხო, წარბსაც გიხვიტავს მე დედა გაუხვიტავს. მე მეგობრ რომ იდეალური დედა არაფერს არ უშლის, გლახა არ გააკეთონ რამე და ეს რა ქვია იმას მე რაც მომწონს, ჩემ შვილებზეც მომწონს. არა პრობლემა, ტუჩის გეიხვიტოს თუ უნდა, წარბიც გეიხვიტოს, ცხვირი კიდე გეიხვიტოს, იმიტომ ცხვირზე მოუხდება და ჭიფიც გეიხვიტოს თუ გინდა. ოღონდ სხვა დანარჩენი არაფერი. ამგეს რო იხვიტავ და შიგნიდან ახანა ეს სმაილიო თუ რაღაცა და ამას რო იხვიტავენ და ასე და ენა დაიგენი არა. ენა არა, ტრაკი კიდე. ემაგაზე მე რაც ამაქვს პრინციპი მაგის ნებართვას ვაძლევ. ტატუებზეც არ მაქვს პრობლემა. კაია თუ არ გინდა, მაგრამ რომც გინდოდეს, არაფერი არ გინდა, ხო გინდოდა ტატუ? აღარ გინდა? ჯერ პატარა ხარ, შვილო, ბევრჯერ მოგინდება კიდე. ჯერ ადრე ისიადე. მოკეთ როგორ სიგარეტს მოვწევ ახლა. და წევიდეთ უკვე საათი არის. აჰა, ძალიან კარგი, 7 წუთი აკლია პირველს, ანუ ფაქტობრივად უკვე პირველ საათია და დანარჩენი ახლა დეველოდები იქ თუ დაცთა მომიწა და თან ვეტყვი ახლა თეკლაზეც ვეტყვი რა თუ დავთანხმდა ეკა და გავუხვიდა. ვარ გადავარდეთ. რომ დამთახოს არის სხვა რა ცხვირი და ტუჩი და ის სხვა რა ყურის გახრეტა არის ზედა მხარის ოღონ რა მოხდა მე. შევეხვეწებით ხო და გავახვეტიე იმედია. ნახოთ რას მეტყვის ახლა გეტყვით რა გეტყვით. მეგობრებო 5 წუთი აკლია. რა არის? სკლინტები აქვს მან ფული იცის. 5 აკლია მეგობრებო და წევედით. უი ეკა მომწე. 2 კლიენტი გაუშვისე მოხსნამდე დაჟე. სამოთ წევედით, ანუ თავისუფალი აგერ გავაჩერე მეგობრებო მანქანა. აკირებასთან. და წევედით ახლა. ეგლა იქიდან რო გამოვალ დახრეტილები ვიქნებით ორივე დედაშვილი, ხო? სია. იქა ჩემი კუდია, სალონი აგერ. აგერ სალონი, აღმაშენებლის დასაწყისში მეგობრებო. თეგლა მაგით არა დე, აგერ უნდა შეხვიდე. გული მიფრიალებს, მათ თეკლას აღარ ვეტყვი ახლა, თორემ მე შეშლება გახვედა. მეშინია ძო. შედი. დავე. შეცუნცუნდი. ეკა, მოედი. ეს ეგლა. იხვიტავს თეკლაც, ხო? გიხვიტავს ეკა. გამხედე. ლამაზი ხარ. ხო, თეკლას პატარა. მოდი თეკლა. მედი არჩია პარომელი გინდა? შენ თუ აუ ხო, ნახე რა ლამაზია ეგე. და დედას დიდი ყვავილი გავუკეთე. ამი ამნაირი მინდა. ასეთი გინდა? ხო, დიდი რო იყოს. კაი, გავაკეთოთ, მაგრამ განახებ უბრალოდ. ეს გადაწყვიტა თეკლა. ეგი მე. ნახე. ასკას ვიკეთებ მე მეკოპერებო, გადევიფიქრე. აი, ეს პრობლემა ყურზე ეკან უნდა ნახე. ხო და ამას გავაკეთებ მე და თეკლა ისაა, ეგია. ხო. ასე. ხელი. ახო, აი, ხადან. ლაპოჩარი. ჩემი ასეა. შენ რა ხებ შენ ტელა. ვარდი კარგი. გამომხედე. მაგარი. მეგობრებო, თეკლას რო უხდება, ისე მე არ მიხდება. წადი. აუ, ლამაზოსად აგაკ. გამოიხედე. აუ, აუ, დედა, მაგი. უნდა მოუარო ახლა ხო იცი? აუ, ძალიან ლამაზად არის. ჩემზე მეტად მოუხდა დედას თუცავა. აი, ჩემზე მეტად მოგიხდა. აუ, რა გამომხედე. დედა, გიჟდები. ძალიან ლამაზია.
აი დედას ვფიცა ვარ, რო გავიხვიტე გული კინაღამ წამივიდა ისე მეტკინა. აი გული კინაღამ წამივიდა ისე მეტკინა რა, ტუჩზე მეტად მეტკინა. მაგრამ აი ვეცადი არ შემომჩნია. იმიტომ რომ თეკლას უნდა გეხვიტა ჩემს მერე. ხო და ვეცადი არ შემომჩნია, მაგრამ შემემჩნდა მაინც. აი დედას ვფიცა ვარ, პროსტა არ ვიღებდი. აუ როგორ მტკივა. პროსტა არ ვიღებდი მეგობრებო. არ ვიღებდი უბრალოდ თეკლას გახვრეტის პროცესი იყო, რაც ხა შოკი, ანუ 8 წლის არის. და ეხა მე რა სასწაულად მიტკინა, ამან კიდე ჩემზე დიდ ადგილზევით გეიხვიტა და ეკამ რო ანუ ეს კათეტერი რო გოუყარა, რო გოუხრიტა ყურ პროსტე სახეზე ცვალებადობა არ ქონდა, რეაქცია არ ქონდა და რო გაუხრიტა ეკამ შეკითხა, გეტკინაო და რაფერ უთხარი, რაფერ იწექი და რაფერ უთხარი? არა. ზუსტად ასე უთხრა. თან ასეთ სახე აქვს და გეტკინა თქო და არა. და გეიცინა. მაგრამ ეს ახლა იმას არ ნიშნავს, რომ არ ეტკინა, რა თქმა უნდა, ეტკინა, მაგრამ ძალიან თავშეკავებული ბავშვია და ძალიან მაგრად აკონტროლებს თავის თავს და ემოციებს ამას აქში, რომ ბავშვი ასეთი თავშეკავებულია და ასეთი ტკივილს, ანუ ამხელა გამძლეობა აქვს რა, მაგის თქმა მინდვა. გამძლეობა და გამბედაობა აქვს ხალხო, აი გული კინაღამ წამივიდა, გეუნები. გული წამივიდა კინაღამ ისე მეტკინა. სასტიკად მეტკინა. წამიერი ტკივილი იყო საშდელი, ახლა წური მიხურს და აი თეკლა არ ვიცი, განა არ ეტკინა და განა არ ტკივა ახლა, მაგრამ აი ესეთი ყოჩაღი გოგოა და შოკი მაქვს. ახლა შენი ისა რა ქვია, შენი ემოციები თეკლა გითხარი. ვისაც უნდა თეკლა მაგ ადგილას, სადაც შენ გაკური ახლა გახრეტილი, ვისაც უნდა მაგ ადგილი გახტოს, რას ეტყოდი, ანუ რას ურჩევდი? გაიხვიტა, ნახან ცოტათი ეტკინებათ. ხო, ცოტათი ეტკინებათ, მაგრამ ანუ ხო ღირს მოთფენათ, ანუ ესეთი ლამაზია. შენად ძალიან გეტკინა? არა? ცუდა. დედა ძალიან ეტკინა. ვიცი, დაგეტყო სახელზე. ხო, ანუ მეცადი არ შემემწია, მაგრამ და გამწარებული ვარ და ვაი თქვა, უნდა მეთქვა და გამევიხედე, ვაი მე არაფერი არ იყო თეკლა, ვაფშე არ მეტკინა, სამუშაო. და ძალიან მოგიხდა. და მოკეთ ასეთ ოჩახ ბავშვია მეგობრებო, თეკლა გოგო და ნუ მოვლის წესები ახლა დღეს წყალი არ მიაკაროო, მერეო შეიძლებაო, ოღონდ ისა რა ქვია ეს შამპუნიანი წყალი და რაღაცა არ შეიძლება რა და უნდა იყოთ ისე ფრთხილად ორივე. უნდა მოვარიდო. ხო, ასევე თმები სულ შეკრული უნდა გქონდეს, იმიტომ რომ არ გამეედოს სიმსახურეს და ეს შედარებით მალე შეგიხოცდებაო, ეკამ, ანუ მალე მოგიშუშტება მალეო. და კიდე რამით ანუ ქლორექსიდი თუ რაღაცა ქლორექსიდინი თუ რაღაც სახელი აქვს. ეგ უნდა ვიყიდო, მაგას ვიყენებ მეტუჩზე, მაგრამ დამიმთავრდა და აფთიაქში უნდა ვიყიდო, მაგ ხელახლა და უნდა დევიმუშაოთ იმითი ყურები ორივე. და საყურეს ხელი არ მოვკიდოთ არც ერთმა. ხო. ამ ხარეს არ უნდა დავიწყო. ხო, ამ ხარეს კიდე არ უნდა დევიძინოთ. ხო, თეკლამ ყველაფერი დაიმახსოვრა, აი უზომოდ უხდება. ჩემი თავი ვაფშე დამავიწყდა, აი მე აი თეკლას რო უხდება, მე შოკი მაქვს, გეფიცები და ულამაზესია და აი რა ვიცი, ძალიან განსხვავებული გოგო ხარ. ისედაც ხო ხარ და ახლა ხო ვაფშე დამანახული. აი პრინცესების პრინცესა ხარ. და საღოლ, მართლა საღოლ რა. მე რა შემეხება მეგობრებო, აი მე ცოტა ქვევით გამიხრიტა, ეკამ თავიდან ისაყურე მინდოდა, მაგრამ მე ეს რო დამანახა, ეს უფრო მომეწონა და მეორე ჯერზე კიდე ახლა გამიარო სამის მატკივილმა ძალიან მეტკინა და მე აქ სევით გავახრეტინე ბეკას, აქ შუაში პირდაპირ, სადაც თეკლამ გეიხრიტა, ხო იცი, ზემოთ. ჩაღმავებულია. ხო, ჩაღმავებულია ქვეკამ და არ გამოუჩნდებაო კარგად და ზევით მაგიტო გოუხრიტა. ხო და აი ცოტა ახლა რო გამივლის მე ეს ტკივილი, მე აი აქ შუაში მინდა კიდე და აქაც გევიხრა. აი ძალიან წარე იყო ხალხო, ოღონ მართლა ჩემთვის, აი თეკლამ არაო, მაგრამ აი ჩემთვის აი მართლა ძალიან წარე იყო. თახტილია, დედა აფეთქებული ძვალივით ხოა და ესე იგი კინაღამ გული წამივიდა გეუბნები. და თეკლამ არაფერი, კაც. თეკლამ არაფერი. ეხლა წავედით ზაზუნის საჭმელი და გოჭის საჭმელი ვიყიდოთ და გორგიაში გევიაროთ, ჩემოდანით ვიყიდოთ, ხო? და მერე სახში წავედით.
ხო, ჯამში გადავიხადეთ 100 ლარი. გახრეტა ღირს 30 ლარი თავისი საყურით, მაგრამ სხვა საყურეები რო ავარჩიეთ, ნუ ამნაირი წერტილის საყურე თუ იქნება და 30 და გადავიხადეთ ჯამში მეგობრებო 100 ლარი, 2 ყური, 1 ყური 50 ლარი და ძალიან ტკივა. შენ ხარ ტკივა? მე როგორ მეწვის და ძალიან მეწვის ყური. წავე, უბედნიერესი ვარ, ასეთი გულადი შვილი მყავს უსუნოს დედამ ტრაქში და ასე ექსპრომტად მეგობრებო, მანქანა რო გავაჩერე, ვიდეოს გადაღება რო დავიწყე, შემთხვევით ვკითხე თუ გინდა თქო და ასე ექსპრომტად გაიხვედა თეკლამ დღეს ყური. დარწმუნებულია ტკივა ეხა არ ამბობს, მაგრამ გაგივლის ორივეს. არ ტკივა? არ ტკივა და ჰა? მოკლედ, წავით ახლა საზღვრის საქმე ვიყიდით. მოდით მეგობრებო, კარფურთან ვიყიდი იქ გოჭების საჭმელს იმ დღეს რო ვიყიდე, მაიკო და რო გამევედი ჩხილებს. მაქაურის საჭმელი მომეწონა. გოჭებისასაც მან ვიყიდი და იმისასაც. საზღვისასაც. ეს არ ვიყიდეთ და ის ტკივა ხარ. მიცემ. მომეცხელ გადავიდეთ. ეს ზაზუნეს თავის საჭმელი. ხო, სხვადასხვა საჭმელი ვიყიდოთ. თეკლა მეუნება ზღვის გოჭის საჭმელი და იგი საზღვრის სალკე ვიყიდოთ. ამის ყურის ჩვენებით ვერ დავკმაყოფილდი ხალხო ისე უხდება გავგიჟდი. წადი ხე. ძალიან ხდება. და პრინცესა არის. გამოვედით, ეგერ არის. ეგ უნდა მივიდეთ. ეგა. ეგ უნდა მივიდეთ. აქ უნდა შევიდეთ და აგერდე? აგერ აქ. ეგ დავიდეთ. აი მე როგორ მიცემს პროსტა ყური. წადი ადი დროზე გოგო, ადი სახში მიდებს და ეს მეგობრებო, ზღვის გოჭის ბევრი არ ქონდა, ცოტა ქონდა დარჩენილი. და 5 ლარის იყო ეს ასაწონი მაგიავის ზღვის გოჭის. ხო და ეს რა ქვია, საზღვრის საჭმელი ასაწონი არ ქონდა. დაფასუებული ქონდა და 8 ლარი მივეცი 9 კილო არისო. ეს რამდენი ხანი უნდა იყოს? რა ვიცი, მაგრამ ეხა სულ არაობა შობია. ვიყიდე, ჯერ არა მაქვს ხა ასაწონი არ და 8 ლარად ასაწონი 2 ამდენი მომივიდოდა. მაგრამ არ ქონდა და. ხო და ეს არის გოჭის პარკში რო ყრია და ეს პარკში რაც არის მაგის ზაზუნის არის. და ჯამში 13 ლარი გადავიხადე მეგობრებო და წავედით ახლა ჩემოდნებზე გორგიაში. ასე გაძვერი. აგერ თეკლა და აგერ საჭმელი. ეგერ კიდე მანქანა თქვენ. წავედით გორგიაში. всё. მოვედით, ესე რამას აქ ჩავდებ. აქ ჩავდებ ამას. აქ განუკითხაობა ხდება. აი მე ყური როგორ მეწვის ღმერთო. სულ არ მინდა არაფერი. რამე შემოდნება ხა ყური. შენ მართლა ვაფშე არ გეწვის? ვაფშე არ. კარში წავედით გორგიაში. აფერხავს გაჩერებული. თუ ეს 25-ის მძღოლები მეზიზღებია, რა რამდენჯერ გამოცდაზე ჩამჭრინა მახული. რასაცობი ასეთი არ ვიცი, ერთ საათი მე მგონი აქ გავარ სადგურზე. იქ თაზოლში ვერ გადავედი, ვინ გითხრობს არავინ. ელოდები. ქვეყანა ხალხი. კი მანქანები. ერთს უნდა სახშობის მიერ. მიასეთ ჩავჩი უკვე მიასეთ. რატომ მიდიან წითელი როა ნეტა? აი მასე ხო? აი პროსტა ნახე. შუა ტრასაზე და ერთში წითელი როა. დავი პროსტა ჩევიგა გერკენ და ვიღარ მიცუცეთ.
სადა ახლა კი გამოჩნდება პატრული? მე რო ვარ გლახა სიტუაციაში, მაშინ გამოჩნდებიან. მე აგერ არა ვარ პატრული? მას ვაკეთებ. ჩამოვედით მეგობრებო, ჩემოდნის საკითხად უხერხულ ადგილას მყავს გაშერებული მანქანა, ეგერ გორდია. მაგრამ რა ვქნა ახლა, შემოდანი მინდა. всё, წამო. სად არის? წამ. მე ისა გაჩერ მიფრინავს იმის ხარ. აგერ გავაჩერე ბიბია. ამო. მოიცა. წამო. გადაჭი. всё, შევიდეთ ახლა და ვნახოთ.